გახსოვთ შაჰ-აბასის ცნობილი ნათქვამი, ეს ისტორია ცნობილია, ოღონ ქართველები არ გაერთიანდნენ. იმიტომ რომ შაჰ-აბასი მთელ საქართველოს კი არა. სად იყო მთელი საქართველო? კახეთს ებრძოდა. ნუ ქართ კახეთს, მაგრამ ძირითადად კახეთთან ქონა პრობლემა. შაჰ-აბასს ყავდა 60,000-იანი რეგულარული არმია. ანუ მთელი ირანის ლომის, ეს ირანის ლომად იწოდებოდა, უძლიერესი სახელმწიფო ჰქონდა აღმოსავლეთში, აზანზარებდა მთელს, ესე იგი, აღმოსავლეთს ყველას მისში ეშინოდა და ამ ირანის ლომის არმია იყო 60,000 გაწთმილი, მამაცი და ძალიან პროფესიონალი მეომარი. ესე იგი 30,000 ამ 60,000-დან ჩაწოლილია კახეთის მიწაში. ფაქტურად ნახევარი ჯარი გაუნადგურა. არა და შაჰ-აბასს ჰქონდა ომი ავღანელებთან და ვისთან არ ქონა და საქართველო იყო პატარა და მთელ მსოფლიოსთან ომი ქონა და ამ პატარა საქართველოსთან ნახევარი ჯარი ჩააწვინა და გაგიჟდა ეს კაცი. მიუხედავად იმისა, რომ იგივე კახეთში და იგივე ქალში მოისყიდიდა ვიღაც თავადებს, კახეთქილებას თესავდა, მაინც ვერაფერი ვერ დააკლო. წარმოგიდგენიათ? ესე იგი 100,000 კაცი ფერედაში გადაასახლა, რეები აღარ გააკეთა. და თქვა შაჰ-აბასმა მაშინ, ოღონ ქართველები არ გაერთიანდნენ. როგორც ამბობენ, საქართველოსთან ბრძოლამ და ამ ნერვიულობამ გადაიყოლა ეს